თარგმანება იმათეს სახარებისა ითავინა. სიტყვა ესე, მაშინ მოუხდეს იესოს იერუსალიმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს, რა ისათვის მოწაფენი შენი გარდახვლენ მოძღვრებასა ხუცესთასა? რამე თუ არა დაიბანიან ხელნი, რა ჟამს პურსა ჭამეთ. ხოლო იესო მიუგოდა ხრქვა მათ, რა ისათვის თქვენ გარდახვალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღვრებითა თქვენითა, 15:1-3. მაშინ მოუხდეს იესოს იერუსალიმით ფარისეველნი და მწიგნობარნი. ოდეს მაშინ. ესე იგი არს, ოდეს ბევრეულნი იგი სასწაულნი იქნა, ოდეს სნეულნი განკურნა შეხებითა ფესუსა სამოსლისასა, ოდეს ხუთითა მითპურითა 5,000-ნი განაძღნა, ოდეს ზღვასა ზედა, ვითარცა ხმალსა ბიდოდა. მაშინ სავსენი იგი ყოვლითა უკეთურებითა მოუხდეს და ესრეთ ეტყოდეს. ხოლო რაი არს ესე, თუ იერუსალიმით ფარისეველნი და მწიგნობარნი. ყოველ 300 ტომებსა განთესულიყვნენ და 12 ნაწილად განყოფილიყვნენ მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი, გარნა რომელნი იგი დედაქალაქსა მას იერუსალიმსა მკვიდრიყვნენ, უმეტესი პატივი აქუნდა. ამისთვისცა უმეტესითა ამ პარტავანებითა და უკეთურებითა სავსე იყვნენ. ესე ვითართა მათგანი იყვნენ ესენიცა, რომელნიაც მოუხდეს და სიტყვათა ამათ ეტყვიან უფალსა. და იხილე ვითარ სიტყვისა მებრმათისაგან სირცხვილეული ქნებიან, რამე თუ არა თქვეს, თუ რა ისათვის გარდახვლენ სჯულსა მოსესსა, არამედ რა ისათვის გარდახვლენო მოძღვრებასა ხუცესთასა, ამისგანსაც ნაურარს. ვითარ მედ მრავალსა მღვდელნი იგი მათნი თავით თვისით მოძღვრიდეს ახალთა მოძღვრებათა, დაღაცა თუ მოსე დიდითა შიშითა და შეჩვენებითა ამცნო მათ, რაითა არცა რაი შესწინონ, არცა დააკლონ. რამე თუ იტყვის, არა შესწინოთ სიტყვასა ამას ზედა რომელსა გამცნებ დღეს, არცა რაი დააკლოთ მას. მეორე სჯული 4:2 ხოლო იგინი მრავალსა დააკლებდეს და მრავალსა ცუდად შესწინებდეს, ვითარცა ესე წინამდებარე სიტყვა იყო, უბანელითა ხელითა არა ჭამაი და განრცხაი სასუმლებისაი და სტამნებისაი და ქვაბებისაი და ცხედრებისაი. და რაითა იბანებოდიან ზედა ის ზედა. რამე თუ ოდეს იგი ჯერ იყო გადაცხრომაი მათი ზმნათაგან, მაშინღა უმეტესად განამრავლეს ზმნაიერსა მას შორის, რაითა ყვნენ თავნითვისნი, ვითარცა რჩულისმდებელნი. და ესოდენად უშჯულოებად აღემატა საქმე იგი, ვიდრეღა მათთა მათ მცნებათა ისწრაფდეს და მტკიცებად და ღმრთისათა უგულებელს ყოფდეს. და ესოდენ მტკიცედა აქუნდეს თავით თვისით დაწესებულნი იგი ზმნანი, ვიდრეღა გარდასვლაი მათი დიდად საბრალობელად შეერაცხა და მცნებანი ღმრთისანი შეურაცხყოფნეს. ამისთვისაც ამათ სხვა იგი ყოველი დაუტევეს თქუმად სასუმლებისათვის და სტამნებისა და ქვაბებისა, რამე თუ საცინელიყო და უბანელითა ხელითა ჭამისათვის წარმოიღეს სიტყვაი. ესე ამისთვის ყვეს და ამისთვის ხუცესნი ახსენეს, რაითა მოიყვანონ იგი რისხვალ და შეურაცხებისა სიტყვათა თქუმად მათთვის, რაითა პოვონ მის ზედა მიზეზი ბრალობისაი. ხოლო ესეცა ღირს არს ძიებისა, თუ რად ჭამდეს მოწაფენი უბანელითა ხელითა. არა თუ განწესებულად და განზრახვით იქმოდეს ამას, არამედ ცუდთა ამათ საქმეთა შეურაცხყოფდეს და ჭეშმარიტნი იგი შეეკრძალნეს, და არცა ბანაი აქუნდა სჯულად, არცა არაბანაი, არამედ ორსავე, ვითარცა დახუდის იქმოდეს. რამე თუ რომელთა იგი ბუნებითიცე ჭამადი უგულებელს ეყო და არა სრულმიდეს, ცუდთა ამათ საქმეთა ვითარმცა იურვოდეს. ვინაითგან უკვე უბანელად ჭამაიცა იქმნის მრავალგზის დგინა თუ უდაბნოს რა იყვნიან, ანუ ოდეს იგი მუსვrides თავსა ხუვილისასა, ანუ სხვასა ესე ვითარცა რასმე ჟამსა მიიღეს საქმე იგი ფარისეველთა მიზეზად ბრალობისა, რომელნი იგი მარადის დიდთა მათ ცოდვათა თანაწარხვიდოდეს და ცუდთა საქმეთა დიდად გამოეძიებდეს.
ხოლო ქრისტემან ამის პირისათვის არა მიუგოწუთ ერთ, არამედ მათნი იგი ცთომანი აბრალნა, რაითა დაამხვა სიქადური მათი და უჩვენოს, ვითარმედ რომელი იგი დიდთა ცოდვათა იქ მოდის, არა უხმს მცირეთა ცთომათათვის კადნიერებით შერისხვაი და მხილებაი სხვათაი. და არა თქვა თუ საქმე ეგე რომელსა იტყვით არა იარს, არამედ კეთილად იქმან რომელ არა იმარხვენ წესსა მაგას, რაითა არა მისცეს მათ მიზეზი ძვირის მეტყველებისაი. არცა თქვა თუ ჰე ჭეშმარიტსა იტყვით, არა წეს არს საქმე ეგე, რაითა არა დაამტკიცოს ცუდი იგიზმნა იმათი. არცა აბრალა ხუცესთა მათ და თქვა თუ ბილწნი იგი და უღმრთონი ვით არ იქმან თავისათვის ისა მიერწესთა, რაითა არ აბრალობად დასტვან ესე. არამედ მათ მიექცა მხილებად და მათი საპირისაგან მღვდელნი იგი სიცრუისანი განაქიქნა, ესე ვითართა მათ წესთა მეტყველნი. ამისთვისცა ხრქვა მათდა. სახარებაი, რაისათვის თქვენ გარდახვალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღვრებითა თქვენითა. რამე თუ ღმერთმან თქვა, პატივჟეც მამასა შენსა და დედასა შენსა, და რომელმან თქვას ბოროტი მამისათვის გინა დედისათვის, მოკვედინ. ხოლო თქვენს თქვთ, რომელმან ხრქვას მამასათვისა გინა დედასათვისა, ნიჭი, რომელიც ჩემგან სარგებელ გეყო და არა პატივსცეს მამასა ანუ დედასათვისა, და დაუმტკიცებელ ხავთ სიტყვაი ღმრთისაი მოძღვრებითა თქვენითა, 15, 3:6. თარგმანი, ვინაიდან მათი სწრაფეს გამოჩინებად მოწაფეთა გარდამავალად სჯულისა, ამხილებს უფალი, ვითარმედ თქვენ ხართო და მღვდელთ მოძღვარნი თქვენი გარდამავალ და შეურაცხმყოფელ სჯულისა, ხოლო მოწაფენი ჩემნი უბრალო არიან. რამე თუ არა სჯული არს მოძღვრებაი თქვენი, არამედ ცუდის მეტყველება. ხოლო გნებავს თუ ხილვად, ვინ არს გარდამავალ სჯულისა, თავნი თქვენი იხილენით, ვითართა მოძღვრებათა მოძღვრით. ხოლო სიტყვაი ესე, რომელსა იტყვის ესე ვითარი არს, უმოძღვრიდეს უღირსნი იგი მღვდელნი და ფარისეველნი ჭაბუკთა მიზეზითა ღმრთის მსახურებისაითა შეურაცხყოფად მამადედათა ესე ვითარითა სახითა, უკვე თუმცა ვინ მშობელთაგანან ხრქვა ძესათვისა, მომეც ცხოვარი ეგე. რომელ გაქოს, ანუ ზუარაკი, ანუ სხვაი რაიმე ესე ვითარი, მიუგისძემან მან დაჰრქვის, ცხუნად ღმრთისაგან მიწესებიეს ეგე, რომელი შენ აწკნებავს სარგებელად შენ და მიღებად ჩემგან და დაყენებად შესაწირავს ამას ღმრთისასა, არამედ ესე არა ხელგეთიფების აღებად. და ამის გამო ორი ბოროტი იქმნის, არცა ღმრთისა შეწირიან და მშობელთათვისთა არა მისციან მიზეზითა მით ცხუნისა და შესაწირავისაითა, შეურაცხყვნიან მშობელნი მიზეზითა ღმრთის მსახურებისაითა და ღმერთი შეაწუხიან ტყუილითა მის საქმისაითა. ამისთვის პირველად წარმოუთხრა წერილი იგი სჯულსა შინაპატივისათვის მშობელთაისა და შეურაცხებისა და ვითარ სიკვდილისა თანამდებად თქვა შეურაცხის მყოფელნი მშობელთანი, რაითა მათსა ამხილოს და სხვათა მათ ერთა გულისხმა უყოს. ვითარმედ სიკვდილისა თანამდებარიან ესე ვითართა მათ მოძღვრებათა მეტყველნი და სჯულისა წინააღმდგომნი. რამე თუ უკვე თუ რომელმა სიტყვით თქვას ბოროტი მამისა გინა დედისათვის, სიკვდილისა ღირს არს, რავდენ უფრო ისად თქვენ, წიგნობარნო და ფარისეველნო, ღირს ხართ სიკვდილისა მღვდელთა თქვენთა თანა. რომელნი საქმით ბოროტსა უყოფთ, მშობელთა და სხვათაცა ესე ვითარსა ამას საქმესა ასწავებთ. აც უკვე რომელნი არცა თუ ცხოვრებად ღირს ხართ, ვითარ აბრალებთ მოწაფეთა საქმეთათვის ცუდთა. ესრეთ ამხილა რაი უშჯულოებაი მათი, მეხსეულად შემოიყვანა წინაის წარმეტყველი ესე ვითარისავე მეტყველად, რამე თუ ესე ჩვეულებაი აქოს მარადის, მოღებად წამებისა წერილთაგან, რაითა ცნან ვითარმედ ყოვლით ურთ იგი არს ძველისაცა და აღლისა უფალი. ისმინეთ უკვე სიტყვაი ესე წინაის წარმეტყველისაი. სახარებაი. ორგულნო, კეთილად წინაის წარმეტყველებდა თქვენთვის ესაია და თქვა, ერი ესე ბაგითა მათითა პატივმცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან.
ამაოდ მსახურებენ მე, რამე თუ ასწავებენ მოძღვრებასა და მცნებასა კაცთასა 1:15-7:9. თარგმანი იხილეა წინაისწარმეტყველებისა მის ფრიადი ერთობა ის სიტყვათა ამათ თანაუფლისათა. ვითარ პირველითგანვე ქადაგებდა და მოასწავებდა მათსა მას უკეთურებასა ვითარმედ მცნებათა ღმრთისათა შეურაცხ ყოფენ, რამე თუ ამისთვის თქვა, ამაოდ მსახურებენ მე, ესე იგი არს ვითარმედ, იტყვიან სიტყვით მსახურებად ჩემდა და მცნებათა ჩემთა არაოდეს იქმან. რამე თუ თავით თვისით მოძღვრებენ და ასწავებენ კაცთა თვისთა მცნებათა და არა ჩემ მიერ დაწესებულთა. ესრეთ უკვე ამხილა რა ის საქმეთაგან მათთა და განჩინებითა თვისითა და წინაისწარმეტყველისა მიერ და განადიდა ბრალობაი მათი, არღარა მათ ეტყვის, რამე თუ იხილნა იგინი უკურნებელად, არამედ შეცვალა სიტყვაი თვისიერისა მის მიმართ და სწავლასა წინა უყოფს. დიდითა სიბრძნითა აღსებულსა და ჯამათთა მეტსა და უსარგებლოსა კრძალვასა დახსნის. ხოლო იხილეთ, ოდესღახო საქმე ესე, რა ჟამს კეთროვანი განწმიდნა, რა ჟამს შაბათი დახსნა, რა ჟამს ქვეყანისა და ზღვისა მეუფედ გამოაჩინა თავითვისი, რა ჟამს შჯულნი სულიერნი განაწესნა, რა ჟამს ცოდვათა მიტევება იმიანიჭა, რა ჟამს მკვდარნი აღადგინა, რა ჟამს მრავალნი სასწაულნი ღმრთებისა თვისისანი უჩვენა კაცთა, მაშინღა იტყვის ჯამათთათვის. რამე თუ ყოველნივე წესნი ჰურიათანი ამას საქმესა შინა შეწყუდეულ არიან და ესე რაი დაიხსნას, ყოველივე დაიხსნების, რამე თუ ამით გამოაჩინებს. ვითარმედ წინა დაცვეთისაცა დახსნა იჯერ. არს. გარნა თავად მან არა ითქვა ამის ჯერისათვის, რამე თუ უპირატეს ყოველთა მათ წესთა სჯულისათა დაწესებულიყო ესე. არამედ მოწაფეთა მიერ განაწესა დაცხრომაი წინა დაცვეთისაი და მათცა ძლით უძლეს დახსნად მისა მრავლითა ღონისძიებითა. ხოლო აციხილე ვითარსა წესსა განაწესებს. წახარებაი და მოუწოდაერსამას და ეტყოდა მათ, ისმინეთ და გულისხმატყავთ, არა თუ პირად შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა 15:10-11. თარგმანი ვინაიდან ფარისეველთა ამხილა და წინაისწარმეტყველიცა მაბრალობელად წარმოუდგინა და ყოვლით ურთპირი დაუყო, მერმე მოუწოდაერსამას სიტკბოებით და hrქვა, ისმინეთ და გულისხმატყავთ, არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი. არა თქვა თუ რიდობა იგე ჯამათთა იცუდარს, ანუ თუ მოსე ცუდად დააწესა, არამედ წესითა სწავლისაითა იწყო სიტყვა და ბუნებითისა საქმისაგან მოიღო მიზეზი ამის წესისაი. ხოლო ესე რაი თქვა მან, არა რაი მიუგეს ფარისეველთა არცა hrქვეს, თუ ღმერთმან ესოდენი წესნი ჯამათთათვის განაწესნა რჩულისმდებელისა მიერ, ვითარაც შენგნებავს ესე ვითართა მათ წესთა დახსნაი. არამედ ვინაიდან ძლიერად ამხილა მათ, არა ხოლო თუ გამოცხადებითა უკეთურებათა მათთაითა, არამედ დაფარულთაცა გულისა მათისათა და მზაკუარებისა მის მათისა გამოჩინებითა, ამისთვის დაეყო პირი მათი და წარვიდეს. რამე თუ უფალმანცა არა გამოცხადებით თქვა სიტყვა იგი, არამედ მიფარულადრე, ამისთვის არა თქვა, თუ ჯამადნი არა შეაგინებენ კაცსა, არამედ, არა თუ პირით შემავალი შეაგინებსო კაცსა, რომელიას გულისხმარი ყოფებოდა უბანელითაცა ხელითა ჭამისათვის. რამე თუ თავადი ჭამადისათვის იტყოდა, ხოლო გულისხმარი ყოფებოდა მისთვისცა, ვითარცა აღსასრულსა სიტყვისასა თქვა, ვითარმედ, უბანელითა ხელითა ჭამაი არა შეაგინებს კაცსა. არამედ ეგრეთსა დაბრკოლდეს ფარისეველნი იგი, არა თუ ერნი, ვითარცა იტყვის მახარებელი. წახარებაი, მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი თვისნი და hrქვეს მას. უწყია, რამე თუ ფარისეველთა ესმა სიტყვა იგი და დაბრკოლდეს. ხოლო თავად მან hrქვა მათ, ყოველი ნერგი, რომელი არა დახნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირით ურთაღი ფხურენ 15, 12, 13.
თარგმანი იცის უფალმან უგულებელს ყოფაიცა დაბრკოლებისა და არა უგულებელს ყოფაიცა რამე თუ სხვასა ადგილსა ითქვის რაითა არა დავაბრკოლნეთ იგინი წარვეთ ზღვა და შთააგდე სამჭედური მათე 17:27 ხოლო აქა ითქვის წახ არებაი უტევენით ეგენი ბრმანი არიან წინამძღვარნი ბრმათანი რამე თუ ბრმაი ბრმასა თუ წინა უძღვინ შესცდიან და ორნივე მთხრებსა შთაცვივიან 15-14 თარგმანი ხოლო ამას იტყოდეს მოწაფენი ვითარცა მათთვის მზრუნველად გარნა მცირედ იგინიცა განკვირვებული იყვნენ არამედ ვერ იკადრებდეს თავისათვის ისა მიერ თქუმად ამისთვის ვითარცა სხვათა მიერ თქუმული წარმოიღეს სიტყვა ესე რაითა ისწავლონ ძალით თქუმულთა იმათ და რაითა სცნა ვითარმედ ესე ესრეთ არს ისმინე რასა იტყვის მარადის და ყოველსავე შინა მხურვალე პეტრე გამოგვითარგმანე ჩვენი გავიესეთ 15 რამე თუ გულის რახვას ამას სულისათვის ისასა გამოაცხადებდა და ცხადად ვერ იკადრებდა თქუმად თუ დაუბრკოლდები სიტყვისა ამისთვის გარნა ესრეთ ლიტონად კითხვით ენება ცნობად განმარტება ის სიტყვისა მის ამისთვისცა უფალმან ჩვენმან სიბრძნით მიუგო მათ და ხრქუა ყოველი ნერგი რომელი არა დახნერგა მამამან ჩემან ზეცათამან ძირით ურთ აღმოიფხურენ ესე სიტყვაი ფარისეველთა მათთვის და მწიგნობართა და მღვდელთ მოძღვართა თქვა და მათისა მის მოძღვრებისათვის ესე იგი არს ვითარმედ მამისა ჩემისა მიერ ზეცათაისა და ნერგულნი იგი მცნებანი არიან ვითარმედ პატივრეც მამასა შენსა და დედასა შენსა მეორეს ჯული 5-16 და შემდგომი ამისი ხოლო მღვდელთა მათ მიერ სირცხვილისათა დაწესებულნი წესნი და წინააღმდგომნი საღმრთოთა მათ მცნებათანი აღმოფხურად არიან ძირითურთ და ეგრეთვე რომელნი იგი უწესოთა მათ მოძღვრებათა დააწესებენ იგინიცა აღმოიფხურნენ რამე თუ ბრმანი არიან წინამძღვარნი ბრმათანი რამე თუ ბრმაი ბრმასა თუ წინა უძღვინ შესცდიან და ორნივე მთხრებსა შთაცვივიან რამე თუ დიდი ბოროტი არს სიბრმე ხოლო ესე კვალად ფრიად უძვირეს არს რომელ ბრმაიღა იყოს და წინამძღვარი არ აჰყვეს უკვე თუ კულა წინამძღვრობა იცა სხვათა ბრმათა იიკადროს სამკეცი არს ბოროტი ესე რამე თუ უკვე თუ წინამძღვროცლაი ბრმისა ისაც თუ არს რავდენ უფრო ისად უკვე თუ სხვათაცა ბრმათა უძღოდის ესრეთ არიანო მწიგნობარნი ესე და ფარისეველნი ხოლო პეტრეს განუკვირდა სიტყვა იგი სხვათა მათ მოწაფეთა თანა არამედ მათ ესმარაი თუ ყოველი ნერგი რომელი არა დახნერგა მამამან ჩემან ზეცათამან ძირით ურთ აღმოიფხურენ ვერ არა იკადრეს თქუმად ხოლო პეტრე ხრქუა მას გამოგვითარგმანე ჩვენი გავიესე ვერ იკადრა ბრალობად თუ ვითარ წინააღმდგომსა სჯულისასა ითხვი არამედ თარგმანება ითხოვა ამისთვისცა ხრქუა მას უფალმან წახ არებაი თქვენცა უგულისხმოვე ხართა და არა გიცნობიეს რამე თუ ყოველი რომელი შევალს პირით მუცლად შევალს და განსავალით განვალს ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა რამე თუ გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი ბოროტნი კაცის კლანი მრუშებანი სიძვანი პარვანი ცილისწამებანი გმობანი ესენი არიან რომელნი შეაგინებენ კაცსა ხოლო უბანელითა ხელითა ჭამაი არა შეაგინებს კაცსა 15-16-20 თარგმანი იხილეა ვითარ პირველად ამხილა და უგულისხმოება იაყვედრა და მერმე უძლურებისა მათისათვის კაცობრივისა და ბუნებითისა საქმისაგან განუმარტებს სიტყვას ამას ვითარმედ ყოველი რომელი შევალს მუცლად არა ხელეწიფების დადგრომად არამედ განვალს და რაცა თუმცა არა განვიდოდა არამედ შინაგან დაადგრებოდა
არავე შემაგინებელ არს კაცისა, არამედ უძლურებისათვის ჰურიათა ისა მიუგო ესრეთ, ვითარმეთ, არა დაადგრების, არამედ განვალს და გუამსა მას კვალად ცარიელსა დაუტეობს. ხოლო ნაშობნი იგი გულისანი, ბოროტნი გულის სიტყვანი, შინაგანი შვებიან და გულსა შინაგიან შემაგინებელად. ხოლო ოდეს გამოეცნენ გარე და საქმეთ წარემართნენ, მაშინ უმეტესად შეაგინებენ, რამე თუ გესლი მათი უფრო ისად შევალს სულად. და ვითარცა გარე შემავალნი იგი მუცლად გარევე წარვლენ, ეგრეთვე გულსა შინაშობილნი იგი საქმით რაი აღესრულნენ, გულსავე შინაგიან, უკვე თუ არაფრიადითა ვინ მოღვაწებითა სინანულისაითა ახოცნეს იგინი. ესენი არიანო, რომელნი შეაგინებენ კაცსა, გულის სიტყვანი ბოროტნი, კაცის კვანი, ბრუშებანი, სიძვანი და შემდგომია მათი, ხოლო უბანელითა ხელითა ჭამაი არა შეაგინებს კაცსა. არა თქვა განცხადებულად, თუ მათ რომელთა მეჭამათთა მიღებაი არა შეაგინებს კაცსა, რამე თუ ვერ შეიწყნარებდეს ჯერეთ შეურგულებელად, უკვე თუმცა გამოეცხადა არ არიდობაი ჭამათთა მათ, რომელთა არა აქუნდა ჩვეულებაი ჰურიათა მიახლებად. ამისთვის წესი ესე სიტყვისა ამის თქვა და მერმე შესწინა, ვითარმეთ, უბანელითა ხელითა ჭამაი არა შეაგინებს კაცსა და დაიდუმა. რამე თუ ესოდენ იყო მათ შორის კრძალვაი ჭამათთაი, ვიდრეღა შემდგომად აღდგომისაცა იტყო და პეტრე, ნუ იყოფინ, უფალო, რამე თუ არასადა შეგინებული და არაწმიდაი შესრულ არს პირსა ჩემსა. საქმე 10-14 ამისთვის უფალმან წუთერთ არა განუჩინა სრულიად საქმე ესე, არამედ ჭეშმარიტებაი მიუთხრა, ხოლო სრულიად განმარტებასა თანაწარ ხდა. სწავლაინა თუ ვითარ შეიგინების სულიანო ვითარ განწმიდნების და ვითარმეთ დიდისა სასკედლისა მომატყუებელ გვექმნებიან მაჩირებელნი ჩვენი. კაც უკვე ვისწავლოთ ჩვენცა თუ რომელნი საქმენი შეაგინებენ კაცსა. ვისწავლოთ და ვიუტოდით, რამე თუ ხედავ მრავალთა თანა ესე ვითარსა ჩვეულებასა და ფრიად სამოსწრაფებასა, რაითა მივიდოდიან რაი ეკლესიათ, სამოსლითა მივიდნენ წმიდითა და ხელითა დაბანილითა, ხოლო რაითამცა სული განწმენდილი ცოდვათაგან წარმოუდგინეს ღმერთსა, არცა ერთი აქვს მოსწრაფებაი. კაც უკვე, ძმანო, არა თუ ვაყენებ ვის დაბანად ხელთა და პირისა, არამედ მნებავს ესრეთ ბანაი, ვითარცა შეჰგავს. ხოლო შეჰგავს, რომელსა ჰნებავს ჭეშმარიტად დაბანად ხელთა და პირისა და ყოვლისავე გუამისა, რაითა წყლისა წილსათნოებათა მიერ განიბანოს. რამე თუ მწინკვლევანება პირისა არს ძვირის სწრახვაი, კმობაი, გინებაი, ტყუილი, სიტყვათა ხენეშთა და უსარგებლოთა მეტყველებაი, სიცილი და კადნიერებაი. უკვე თუ არა შეგიცნობიეს თავსა შენსა ესე ვითარი, შეურგულებელად მივედე ეკლესიად და მოიღე წმიდა ისაიდუმლოი. ხოლო უკვე თუ მრავალგზის შებრალულ ხარ ამათგან, რაიგერგოს წყლითა ბანაი პირისაი და სიმხრალისა მის ბორტისა პირსა შინატვირთვაი. კვალად ხელთა მწინკვლევანებაი არს ყოველივე საქმე ცოდვისაი, სიძვანი, მრუშებანი, ბილწებანი, ანგახრებანი, ტაცებლობანი და მსგავსი ამათნი. არს ფერხთაცა მწინკვლევანებაი, სლოაი გზასა ცოდვისასა. იხილე გულისაცა მწინკვლევანებაი, გულის თქუმანი ბოროტნი, გემოის მოყვარებანი, შურნი, ძვირის ხსენებანი, ზუაობანი, მზაკუარებანი და სხვანი მსგავსნი ამათნი. ხოლო შენ უკვე თუმცა მცვირე გაქონდა ხელთა, ვერ მცა იკადრე შესვლა ეკლესიად, რაღაცა თუ არავერაი არს მისგან სავნებელი. ვითარ უკვე გარეწართა ამათ ზედა ესრეთ მოსწრაფე ხარ, ხოლო შინაგანთა მათ და საძიებელთა ზედა ესრეთ უდებ. და რა ივყოთო, მეტყვიან ვიეთნიმე, არა ვილოცვიდეთა. ჰე ფრიადსა თანაგვაც ლოცვაი, გარნა არა შებრალულთა ესე ვითარითა მწინკვლევანებითა. კვალად იტყვის მეტყველი იგი, რა ივყო, უკვე თუ შთავრდომილ ვიყო მრავალთა ცოდვათაო განსაცდელითა ეშმაკისაითა.
უკვე თუ შემთხვეულ არიან შენ და ცოდვანი, კაცო, განიბანე თავი შენი და განიწმიდე. Vit ar განვიბანო? Vit ar განვიწმიდო? განიბანე ცრემლითა, სულთქუმითა, აღსაარებითა, მიეცქველის საქმე შენი გლახაკთა დაეგე უკვე თუ ვინ შეგიწუხებიეს, მოისპენ ბოროტნი გული სიტყუნი გულისაგან დასცხერ ყოვლისავე ცოდვისაგან. ევედრებოდე ღმერთსალ მობიერებით და ესრეთ განიბანო და განსმიდნე ყოვლისავე მწინკულისაგან ცოდვათა ისა. ხოლო უკვე თუ შებღალულიყო საქმეთაგან ბოროტთა და ენაი შენი სავსე იყოს რახვითა ბოროტითა და არა განიწმიდო თავი შენი, არამედ ესრეთ შებღალული მიხვიდოდი წინაშე ღმრთისა ლოცვად და ზიარებად, წყლითა განბანა იყოლადვე არ არას გერგოს, არამედ გესმეს შენცა. უკვე თუ განამრავლოთ ვედრებაი არა შევისმინო თქვენი. ესაია 1:15 უკვე თუ ვისაქუნდენ ხელნი შებღალულნი მწვირითა და მივიდეს ვედრებად მეფისა და უპყრნეს ფერხნი, ისმინოსა მისი. მე ვგონებ თუ სცეს მას ფერხითა პირსა. ეგრეთვე შენ, კაცო, ეკრძალე საქმესა ამას და ნუ იკადრებ შებღალული მისვლად წმიდისა მის ბარძიმისა, არამედ განიბანე პირველად, რამე თუ ადვილ არს განბანაი ესე და არა ძნელ. უკვე თუმცა არა განეცესა განბანაი ესე უფალსა, არამედ იძიებდამცა ჩვენგან ყოვლადვე შეუგინებლობასა, ძნელმცა იყო ჩვენზე და ესე. ხოლო ვინაიდან მიუთხრობელითა მით წყალობითა მისითა განაწესა სინანული და შებღალულთა ამათ მრავალთაგან ცოდვათა განგუწმეთ ცრემლითა და სულთქუმითა, არ არა იგუაქვს მიზეზი, არამედ ვისწრაფოთ განწმედათ, რაითა არა ჩვენ და მომარცა თქვას ვითარმეთ. ვთქვი შემდგომად ყოველთა მათ ბოროტთა, ჩემდავე მოიქეც და არა მოიქცა. იერემია 3:7 განიბანე, კაცო, პირი შენი და ენაი სიტყვათაგან ბოროტთა, რაითა კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, რამე თუ წერილ არს, ცხოვრებაი და სიკვდილი ხელთა შინა ენისათა არს, იგავნით 18:21 და სიტყვათა შენთაგან განხმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო. მათე 12:27-აც უკვე მსგავსად გუგათა თვალისათა დაიცევ ენაი შენი, რამე თუ ასწავ თუ მასწე სიერება იქნას ეთლ მეუფისა, ხოლო დაუტეო თუ წარმდებებით სვლად ყოველსავე ბოროტსა შინა, იყოს იგი სახედარ ეშმაკისა. რაჟამს აღივსებოდის ყოვლითავე გინებითა და ბოროტის მეტყველებითა, გულის წყრომით ზრახვითა მოყუსისაითა და სხვითა მრავლითა ბოროტითა. ამისთვის გევედრები უკვე თუ გნებავს, რაითა კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, ყოვლისავე რისხვისა და გულის წყრომისაგან წმიდა ჰყავს სული შენი, ვითარცა იტყვის მოციქული. ვითარმეთ, ნებავს ლოცვაი მამათაი ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის წყრომისა, ეგრეთვე დედათა წესიერებისა სამკაულითა მორცხვეთ და ღირსებით შემკობად თავთათვისთა. პირველი ტიმოთეს მიმართ 2:8-9 უკვე, კაცო, ნუ სირცხვილეულ ყოფ ენასა შენსა. უკვე თუ არა ვითარ შეწიროს შენთვის ვედრებაი, ოდეს კადნიერებაიღათვის იწარეწყმიდოს? არამედ შეამკო იგი სიტკბოებითა, სიმდაბლითა, სახიერებითა, ღირსებითა ღმრთისაითა, აღავსე იგი კურთხევითა მოწყალებითა, რამე თუ იქმნები სიტყვითაცა მოწყალებაი, რაჟამს ეტყოდის კაცი გლახაკსა სიმშვიდითა და მშვიდობითა. აღავსე კვალად პირი შენი ქებითა უფლისაითა და წურთითა საღმრთოთა წერილთაითა, ვითარცა წერილ არს, ყოველი თხრობაი შენი იყავ შჯულსა შინა უფლისასა. სირაკი 9:20 ესრეთ რაი შევამკვნეთ თავნი ჩვენი, მერმე მოუხდეთ უფალსა და მეუფესა ჩვენსა და შეურდებოდით მუხტ მოდრეკით, არა ხოლო გუამითა, არამედ გონებითა ცალმობიერითა და მხურვალითა. გულისხმავ ყოთ თუ ის შეურდებით, ანუ რაისათვის შეურდებით და რასა ვითხოვთ. ღმერთსა შეურდებით, რომელი იხილონ რაისე რაბინთა, პირთა დაიფარვენ, რამე თუ ბრწყინვალებასა მას ვერ იტვირთვენ, რომლისაგან ქვეყანა იძრცის მოხედვითა ხოლო წამის ყოფისა მისისაითა.
ღმერთსა შეურდებით, რომელსა აქვს უკვდავებაი და ნათელსა მყოფარს მიუწდომელსა, ხოლო მეუფეთაი და უფალი უფლებათაი, რომლისაი არს პატივი და ძალი საუკუნოი, ამენ. და რაისათვის შეურდებით, ანუ რასა ვითხოვთ? ხსნასა საუკუნეთაგან სატანჯველთა, შენდობასა ცოდვათასა, მიმთხვევასა, სასუფეველისასა და მკვიდრობასა კეთილთა მათ მოუგონებელთასა. შეურდეთ უკვე ხორცითაცა და გონებითა, რაითა მან აღგვადგინეს ქვემდებარენი ესე. შეურდეთ და ვითხოვთ ზემოწერილნი იგი საქმენი, შენდობაი ცოდვათაი და გამოხსნაი გეჰენიისაგან და წყალობაი მისი უხვებით. ნუმცა რას ხორციელსა ვითხოვთ, ნუცა მტერთა ჩვენ თავს წყევთ, გარნა ხოლო ეშმაკთა. ნუმცა ვის კაცთაგანსა შეასმენ, ძმაო, ლოცვასა შინა. ხოლო გნებავს თუ შესმენაი, თავსათვისა შეასმენდი, უკვე თუ გნებავს აღლესვა ენისა შენისაი, ცოდვათა შენთა განკიქებად აღლესე. ნუ მას იტყვი, უკვე თუ რაიმე ძმამან გავნო, არამედ რა იგი შენავნე თავსა შენსა, რამე თუ ესი არს ჭეშმარიტი ვნებაი. და ნამდვილ ვერვის ხელ ეწიფების ვნებად შენდა, უკვე თუ არა შენ თვითავნო თავსა შენსა. რაც უკვე გნებავს თუ მავნებელთა და ბოროტის მყოფელთა შენთა შესმენაი, ყოვლისა პირველად თავითვისი შეასმინე და კეთილი იყოს შენდა შესმენაი ესე. ხოლო უკვე თუ მოყუსისა შესმენაის თქვა ლოცვასა შინა, დიდად ავნო თავსათვისა და სიტყვა იცა მებრესე ცრუარს, რამე თუ რა ისავნებელის თქვა სხვისა მიერ შენზე და მოწევნად. გინებანი, ანუ ზღვევანი, ანუ ხორციელნი ჭირნის თქუნია. არამედ უკვე თუ განვიფრთხოთ ესე ყოველი, უფრო ისაც სარგებელ არს ჩვენ და რამე თუ რომელმან ესევით არის რაიმე უყოს მოყვასსა, არა თუ მას ავნებს არამედ თავსათვისა. და ესე არს ყოველთა ბოროტთა დასაბამი, რომელ არცა თუ ვიცით, ვინ არს ვნებული, ანუ ვინ არს მავნებელი. რამე თუ ესე თუმცა ვიცოდეთ, არაოდეს ვავნეთ მცა თავთა ჩვენთა ძვირის სწრახვითა და ძვირის ხსენებითა ძმათაითა, და მიკვირს ვითა რომეც არ ვართ საქმესა ამას, ვით არმეთ შეუძლებელ არს, თუმცა მეორისაგან ვის ბოროტი შეემთხვია. არამედ კაცადი თავსათვის საავნებს, რომელი იგი ეგონოს, თუ მოყვას საავნო. რაც უკვე რომელმან იგი წარიტაცა მონაგები შენი, რომელმან გაზღვია, რომელმან ჭირი გაფრო, თავსათვის საავნო, ხოლო შენ დიდად გარგო უკვე თუ ახონად თავსიდვა შენ. რამე თუ უკვე თუ ვინ მოიტაცოს მეორისაგან მახვილი და განიწონოს გულსათვისა, რომელსა ევნო, რომელმან მიიტაცა, ანუ რომლისაგან მისტაცა. საცნაურ არს ვით არმედ იგი წარწყმდა, რომელმან მიიტაცა. ეგრეთვე არიან ხორციელნი ესე საქმენი ყოველნივე, რომელნიცა ვინ მეორისაგან მოიტაცნეს და ძმაითვისი შეაწუხოს, თავსათვის საავნებს და მას არგებს. ამისთვის საყუარელნო, ნუმცა ვინ ავნებს ძმასა ხორციელად, რაითა არასულსათვისა განიწონოს მახვილი, ნუცა ვინ შეწუხებულთა განიმწუხარე არს, რამე თუ არა ევნო, არამედ უფრო ისღა ერგო, ნუ ძვირსა იხსენებს, რაითა არასარგებელი თვისი წარიწყმიდოს. არამედ აკურთხევდინ და ულოცევდინ მაჭირებელთათვის და რაითა მოიღოს ღმრთისაგან უხვებით კურთხევაი. ესრეთ თუ აღვასრულოთ მცნებაი ქრისტესი, აქაცა მყუდროებით ვცხონდებოდით, ძმანო და საუკუნესა მასცა ნავთსაყუდელსა მივიწინეთ და წარუვალთა მათ კეთილთა მივემთხვინეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი თანამამით და სულით წმინდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.